მოგესალმებით, სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტის შედეგს მიღმა ბრუნდება, თან ბრუნდება სპეციალური ეპიზოდით. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების და თან საოცარი ნახევარფინალების დასრულებისთანავე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მე-16 ეპიზოდი გადაგვეღო, იმიტომ რომ ქონდა ძალიან საინტერესო კვირა, ბევრი სიგიჟე მოხდა და ზუსტად ამ თემებზე სასაუბროდ შევიკრიბე კვლავ ირაკლისთან და რეზისთან ერთად. ბიჭებო, როგორ ახართ? როგორ ვიქნებ? რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ არის ინტერის გულშემატკივარი. თლად კმაყოფილი რეზი ვერ იქნება, თუმცა კმაყოფილი იქნება ცალსახად იმით, რომ ნახეთ ძალიან კარგი თამაშები და ფეხბურთის ნებისმიერმა გულშემატკივარმა ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო. მანამ სანამ ჩვენს მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემის ყურებას დაიწყებთ, გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. წინა ეპიზოდში აღვნიშნე, რამაც მე ვიტყოდი, რომ იმოქმედა, ახლაც კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ დააჭიროთ subscribe ღილაკს და გამოყვეთ, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი ძალიან საინტერესო გადაცემა გადავიღოთ. კარგი. მოდი დრო არ დავკარგოთ, მივყვეთ ქრონოლოგიურად და დავიწყოთ პირველი შეხვედრით, რომელიც ჰქონდა ინტერი ბარსელონა. ხო, მე დავიწყებ. ეს ისე იქნებოდა ხა არგენტინა ბრაზილიაზე, რომ თქვენ დაგეწყოთ და მე აღწევთ. ვისაც არ გინახავთ, შეგახსენებთ, რომ ინტერი გავიდა ფინალში. ხო. თუ არ გინახავთ, სად იყავით? აი ზუსტად. პირველ რიგში გამარჯობა და მოდი ცოტა შორიდან მოვყვეთ. თავიდან იყვნენ დინოზავრები. თავიდან იყვნენ დინოზავრები. აი ინტერმა მეოთხედ ფინალში ბაიერნს რო პირველი გოლი გაუშვა, რო დაუკამბექა 2-1 და უკანო რო გადიოდა, აი იქიდან დაიწყო ჩემ ტელეფონზე მესიჯები, რომ აი თქვენ რას გიზავთ? ბარსელონა ამოგტენით, ბარსელონა გადაგივლით. გუნდს აღარ დატოვებენ თქვენგან და ამის საპასუხოდ დღეს მაგ რაღაცა მომზადებული იკაც იყო სხვათა შორის ის ადამიანი ერთ-ერთი ამას დავდებ. მე მგონი იხდის. კი. ესეთ რაღაცას ვიზავ. დიდი ბოდიში მესი, დიდი ბოდიში. ამას ცოტა ხანი. შენ გქონდეს? ამას როგორ შევიდა? თუ მეორეც ყოველი შემთხვევისთვის მაქვს წამოღებული. თუ იმას უკან არ აწერია აჩერბი, ეხლა ჩამოხსნით. არა, უკან იმას აწერია ჩემი სახელი. ოღონდ ნომერი ისეთი რომ არ შემოვატრიალე. 69? ოჩახ. ხო. რაც შეეხება თამაშს. ნუ პირველ რიგში გილოცავთ ამ თამაშს, ვისაც ფეხბურთი გიყვართ. სასწაული თამაში ვნახეთ, ოღონდ ორივე თამაში იყო სასწაული. ნუ მართალია მე პირადად ცოტა ხანი ლაპარაკის უნარი მქონდა წართმეული, ისევ ნერვიულობ. ესე თამაშზე არ მინერვიული. მაგრამ ნუ რაც ინტერმა ქნა, გმირობა ყველაფერს რო თავი დავანებოთ. აი ჩვეულებრივი გმირობა ჩაიდინეს. ბარსელონას ბრავო და ბარსელონას მარტივი შეფასება არის ის, რომ ამ გუნდს თუ დაამატებ ალბათ ერთ კარგ მცველს, ამ გუნდის გამჩერებელი გუნდი არ იარსებებს. ლამინ იამალზე, ნუ მართლა რა ჩაბანა იმან ეგეთი. ესი. ეგეთი მოთამაშე მე მგონი ისტორიაში არ ყოფილა. ინტერმა ცადა ყველანაირად იამალის გაჩერება. ანუ რაღაც მომენტებში იყო რომ ბასტონი იყო გადასული და დიმარკო პასის ხაზს კეტავდა. რაღაც მომენტში იყო რომ დიმარკო და ბასტონი ედგნენ და მხითარიანი კეტავდა პასის ხაზს. ან აი ყველაფერი ცადეს და არაფერმა არ გაამართლა. უბრალოდ ნუ ბოლოს მიხვდა რომ მოდი იქნებ ზომერმა გვიშველოს და ზომერმა უშველა. სასწაულები აკეთა იამალმა. ეს ბიჭი კიდე დაგვინდება. ჯერ მართლა 17 წლის რო ვიყავი, რა ფეხბურთი. FIFA-ს ვერ თამაშობდი ეგრე. ანუ არ არსებობს მაგ ხელა ტალანტი, რამ ხელაც იამალია, მე მგონი უკვე მესისაც ჯობნის. ნუ ამასაკის გათვალისწინებით ალბათ ხო, ამ 17 წლის მესიზე ბევრად უკეთესია. თან ლამასიას პროდუქტია მესისავით, ესეც საცია, ბევრი საერთო აქვს. თუ ამ ადამიანმა ითამაშა იმდენი ხანი, რამდენი ხანით ითამაშა მესიმ, ალბათ, ნუ ჩემი პირადი შეფასებით და ჩემი პირადი გემოვნებით მარადონაზე დიდი ფეხბურთელი არ არსებობდა. არა,
ამ ადამიანში ხედავ იმას, რომ შეიძლება დაახლოებით 20 წლის შემდეგ თქვა, რომ მარადონას ვიღაცა მაჭობა. გუნდიც, პედრი არის, რა ვიცი, დირიჟორიც აღარ ქვია, ხატავს ეგ ადამიანი, ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდი, მაგრამ ვისი ფრაზა არ მახსოვს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, ეს მე მგონი ცოტა ცუდად ისმოდა, ამიტომ ესე დავიჭერ ახლა. ვისი ფრაზა ეგ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიღაცამ თქვა, რომ შეტევა ლამაზია და იგებს თამაშებს, მაგრამ ჩემპიონატებს იგებს დაცვა. და პრაგმატიზმი დააკლდა ბარსელონას, მაგაზე ალბათ ილაპარაკებს რეზი უფრო მეც და დააკლდა ინტერისგან, იცი როგორ შეგრძნება დამრჩა, რომ ზუსტად ჰქონდათ ბარსელონა შესწავლილი, ზუსტად იცოდნენ რა მომენტში, სად როგორ უნდა დაერტყათ და გურტყავდნენ. ზუსტად იცოდნენ, რომ რამდენჯერაც წავალთ შეტევაზე, იმდენი გოლის გატანას შეუძლებთ. სულ 10 დარტყმა ჰქონდათ 2 თამაში ჯამში და 7 გოლი გაიტანეს. ის ორიც მე მგონი თამაშგარიდან ჩაითვალა უბრალოდ რა. რაღაც ინტერმა პრაგმატულობის პიკს მიაღწია. კარგი, მადლობა ირაკლის ამ შესანიშნავი აქცია პერფორმანსისთვის. ხო, ისახურება, ხო არ დავტოვოთ. ფერებში კარგად ჩაჯდა, ხო? კი. მოდი, რეზი უფრო ტაქტიკასთან უფრო ახლოს მივიდა, იკა როგორც გულშემატკივარი მესმის აბსოლუტურად მისი ემოციურობის. აქ თამაშზე ტაქტიკა არ ვიღა, საერთოდ არ მოსწონს თამაში. თავიდან უნდა ეყურებინა ალბათ, რომ ტაქტიკური სცენები მაშინ. სამჯერ უყურე. უკვე მოვასწარი და სამჯერ უყურე მაგ თამაშს. იმ ღამესვე. არა რა ტაქტიკა, საერთოდ ვერ ვაზროვნებ. ხო, მანებით დაგვიტვირთავს ახლა რეზი განსაინტერესო. პირველი ტაიმი იყო ჩემთვის ინტერის საუკეთესო 45 წუთი ამ ორ თამაშში. ანუ ორი მთავარი იარაღი, ერთი რასაც აკეთებდნენ, ხო? ეს კომბინაცია და ზურგს უკან გახსნები. დაცვიდან ბილდაპით ამასვლა და ზურგს უკან გახსნები. თუ პირველ თამაში ეს იყო მიზანი მართლად რომ დუმფრისი მარტინის ფლანგი, ახლა ბევრი იხსნებოდა. ურამი მირბოდა, ბარელა მირბოდა, მხითარიანი კრავდა, თუ მხითარიანი კრავდა, ლაუტარო მირბოდა, იყო რომ ლაუტარო კრავდა ამ კონტრშეტევებს და ეს იყო ერთი თავარი იარაღი. მეორე იყო ინტერმა დაისვენა ვერონასთან და შეძლო რომ პირველი ტაიმი ეთამაშა კარგი პრესინგი. გოლი თუ გახსოვთ, იყო კონტრპრესინგი, 3 კაცი ეცემა ეგრევე ოლმოს. და მან ერთი რაღაცაა ძალიან მნიშვნელოვანი. მარცხენა მცველი 6-იანის პოზიციიდან უკეთებს პასს მარჯვენა მცველს 9-იანის პოზიციაზე და ისაკეთებს ასისტს. ხო, დიმარკომ გაუკეთა დუმფრის და ეგრევე ბურთს ართმევენ თუ არა ორი კაცი მირბის ზურგს უკან. იქ ტაქტიკური კამერით ვაჩვენებთ, ის კონტრპრესინგი რო არ ყოფილიყო, ლამინ იამალი რჩებოდა მარტო. იქ არის ჩანს რომ ერთი პასი უნდა და პლანი და სულ მარტო, იმიტომ რომ ეგრევე კონტრპრესინგზე გააკეთეს აქცენტი და პრესინგმა იმუშავა. და პირველი ტაიმი აბსოლუტურად დამსახურებული იყო, ანგარიშის დამსახურებული იყო ჩემთვის. პენალტიც არის, იქ პენალტი იყო, ამაზეც აღარ მინდა მე მგონი. დავადა კამათი, ბარსელონა კი რაღაცეებს ქმნიდა, უფრო იამალის პერფორმანსით, მაგრამ ეს არ იყო ის, რასაც ბარსელონა აკეთებდა თქვა სახლში. მეორე ტაიმში შეიცვალა ყველაფერი, იმიტომ რომ ეთყობა ინტერმა უკვე ვეღარ გაკაჩა პრესინგის თამაში, ფიზიკურად. ვეღარც გარისკა. და მეორე ანგარიში იყო კარგი მისთვის. და პლუს ყველაზე პრობლემური რაც იყო ამ მონაკვეთში ინტერის კონტრშეტევებზე ვერ გადადიოდნენ საერთოდ. და გამოჩნდა თამაში გადავიდა ბარსასთვის идеალურ სცენარში, რომ ინტერი დგას დაცვაში და ბარსამ უნდა გაახსნას. და ეგეთ თემას ფლიკის ბარსა პრობლემოდ ხსნის ხოლმე. პრობლემად რა ხს? საქმე იმაში იყო, რომ იამალი იმდენად მონსტრუოზულია ამ პერიოდში, ძალიან ბევრი გადადის იმ ფლანგზე. საპირისპირო ფლანგი ყოველთვის იყო თავისუფალი, უბრალოდ მე თვლесі აქცენტირებულად გააკეთა სიმონე ინძაგიმ, იმიტომ რომ ჟერარ მარტინი გააკეთა და არ ეშინოდათ, მაგრამ ჟერარ მარტინმა ის გააკეთა, რაც არავინ არ ელოდა, ორი საგოლე პასი გააკეთა და აჩვენა რომ რაღაც ლამასია თუ გაქვს დამთავრებული, რაღაც მაინც შეგიძლია ესე იგი ადამიანს რა. და ის კამბეკიც დამსახურებული იყო ბარსას მხრიდან და ის რაფინიას გოლის კონტრპრესინგს მოყვა და მოკლედ ბარსამ გააკეთა ის, რაც აკეთებს წელი სეზონი რა. შეტევაში ბარსა არის ყველაზე კარგი გუნდი ჩემთვის ამ სეზონში. უბრალოდ მე დაიწყო ყველაფერი, რომ პრაგმატიზმი ეს გასაგებია ხო? ჰანსი ფლიქს აქვს ეს ზდენეკ ზემანის ვაიბები ხო, რომ მარტო თვითონ ჩვენ მარტო ვუტევთ, სხვა არ ვიცით ჩვენი თამაში ეს არის. ბარსა კარგად იცავს თავს, იცავს კარგად თავს მოწინააღმდეგის ნახევარზე ხო, პრესინგით და მაღალი დაცვის ხაზით. ბარსა თავს ვერ იცავს კარგად თავის ნახევარზე.
და ნუ ლევანდოვსკი რო გამოიყვანა ბოლო წუთზე, აი იამალის დაღვინების სიმბოლო ჩემთვის იქნება 92 წუთზე რო არ წავა ორ კაცზე და კაში რომ არ დაარტყოს, აი ძელს რო გაარტყა. იმ დროს რომ მოტრიალებულიყო და ბურთი გაეკონტროლებინა, ეგ იქნებოდა უკვე რომ გაიზარდა იამალი, მაგრამ არ შეიძლება ეგეთ ბარსელონა მე რაღაც მოეწონოს უკვე. ხალხს რო აღარ უტევენ და რაღაც ამას არ აკეთებენ, ხო ბარსელონას ხო ეს მუღამი აქვს, არა, რომ შემტევი გუნდია და რაღაც ამაზე აკეთებთ აქცენტს. ნუ დამატებით დროში უკვე ინზაგის შეცვლება იმუშავა ბოლო გოლით უკვე ხსოვთ ყველა ზურგს უკან იხსნებოდა უკვე კომბინაციას არ ათამაშებდნენ ერთი პასით უკიდებდნენ ბურთს და ტარემი მოიგო იქ დუელები ტურამა მოიგო დუელი და ასე შემდეგ ინდივიდუალურმა დუელებმა იქ უკვე გადაწყვიტა ბევრი რამე იამალმა მერე შექმნა მომენტები მაგრამ ამის შემდეგაც ქონდა ლევანდოვსკის რომ შეუქმნა მომენტი და რაღაც დარტყმები და ხო ანუ მაგაზე ორი ახლა გავაჩერებ ტაქტიკურ იმას და მე კიდე რაღაცები მექნება საქმე ხო მე იმის თქვენ პრინციპში ისე ამომტყურავად თქვით რომ ბევრი აღარ დამიტოვეთ საუბარი მე მინდოდა იმ თემაზე საუბარი პოსტ როდესაც ჩვენ ვაფასებთ პოსტ ფაქტუმ მესმის კი ბატონო ძალიან კარგია ულტრაშემტევი ბარსელონა და სხვაშორის ძალიან ბევრმა ბარსელონას გულშემატკივრებმა დაწეა რომ აი ჩვენ ვაღიარებთ ხოლმე იმას რომ იამალის იქ უნდა შეეტია მაგრამ ძალიან ბევრჯერ გაგვიკრიტიკებია ზოგადად ხო აი შენ იგებ კაცო შეტევაში მიდიხარ ადი მეოთხე გაუტანე და დაამთავრე ხო მაგრამ აი ფაქტად გამოჩნდა ხა ორი მატჩი რო შევადაროთ ხო აქ იამალი წავიდა შეტევაზე შეუტია გაარტყა ძელს და წამოვიდა და გოლი გაუშვა და ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტად იგივე მდგომარეობაში ზუსტად იგივე ფლანგზე ძალიან ჭკვიანურად აიღო ეს ბურთი შეინახა და აი კუთხური სალამთან მერე კალაფიორის ეჭიდავა კიდეც ზუსტად ეგ იქნება შეიძლება მაგრო ლევანდოვსკი ყოფილიყო რეზი ცოტა სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები თავის მხრივ მაინც როდესაც შენ სან-სიროზე ინტერთან ცდილობ რომ შეინარჩუნო 3-2 და არ ხარ გაძლებაზე ნუ ცოტა სიგიჟეა სკრინზეც ვაჩვენებ როდესაც ზომერს ბურთი შეაქვს თამაში აი ხო 4-4-ზე რჩებიან ანუ ამ 4-ში თან არ არის ერიკ გარსია არის დე იონგი და სამი ეს ცენტრალური მცველები და მარცხენა მცველი შედის დუმფრისი ეს ცოტა სიგიჟეა და პლუს ამას ანუ წარმოგიდგენე 15-20 წამი ხო გავიდოდა სანამ იქ დუმფრისმა ბურთი მოიპოვა და ასე შემდეგ მანამდეც არავინ არ ჩამოასწრო ბარსას მხრიდან და საჯარიმოში არის აჩერბი იქ აჩერბის მე პირადად არ ველოდი იმიტომ რომ ეს არ იყო რაღაცა შტურმი ინტერის მხრიდან გუნდმა გოლი გაიტანა 94 წუთზე კონტრშეტევით. გუნდთან რომელიც იგებდა ფინალის საგზურს რა და იქ აჩერბისთან სკრინზეც ჩანს რომ არიან 2-2-ზე, არის თუ არ ვცდები მეჰდი ტარემი და აჩერბი და ორი მცველი უდგას დე იონგი და კუბარსით განანაკეთ საჯარიმოსთან ცდილობენ რომ დუმფრისი შეაჩერო. რაც არ უნდა ვიძახოთ იმაზე რომ კარგია შემტევი ფეხბურთი, კარგია შემტევი ფეხბურთი მაშინ როდესაც ამას მოაქვს შედეგი და ნუ ამ შემთხვევაში ბარსა მოდი ვაღიაროთ რომ არ გაამართლა და ჯობდა რომ პრაგმატულად ეთამაშათ ან იამალისთვის დაეძახა ვინმეს რომ წადი ფლანგზე და გაუფრთხილდი ბურთს. ხო, ანუ არ ვიცი ეს რაღაც ისე დილემაა, ხო? რა უნდა მე მაგალითად მიმაჩნია რომ სადღაც 2018 წლის შემდეგ მანჩესტერ სიტი იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. ანუ არავინ არ თამაშობდა ესე გამართულ ფეხბურთს. ყველაზე რაღაც დომინანცია ყველა თამაში, ყველა მეტოქესთან, მუდმივად შეტევები, კომბინაციური ფეხბურთი, რაღაც მიკუთხედები, კვადრატები, ყველაფერი იყო ადგილზე. იდეალური სტრუქტურა, მაგრამ სანამ გვარდიოლამ 4 ცენტრალური მცველი არ დააყენა ხაზში, მანამდე ლიგა ვერ მოიგეს. ხო, მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი, რომ ის პრემიერ ლიგის 4-ჯერ მოგება არის რაღაც უნიკალური მოვლენა და არ ვიცი, ეგეთი რაღაც ფეხბურთში ცოტა ისეთი მის არის, ხო? ანუ სანამ რაღაც ბაზისი მაინც არ არის, რომელიც დაცვით იმას დაცვითი ბაზისი სანამ არ არის, რომელსაც უნდა დაშენდეს შემდეგ უკვე სხვა რაღაცეები, რთული იქნება. ნუ არ ვიცი, ბარსელონა ვერ ვთვლი, რომ ისევაც უნდა დაიცვას თავი მაღალი დაცვის ხაზით. მაგრამ გუნდს უნდა შეეძლოს რაღაც კრიტიკულ მომენტში საჯარიმოს დაცვა. აი ეს ვერ მოახერხა. ნუ პლუს ერთი ის შემოაგდო გინდა რომ ბარსელონას აქვს ეს ის ხო, ბარსელონა ხო იმიტომ არსებობს როგორც კლუბი რომ რაღაც ტაქტიკური ტრენდები შემოიტანოს ფეხბურთში, ამას აკეთებენ კროიფიდან მოყოლებული ხო? ამიტომ არის რომ ნახევარფინალები აქვს ბარსელონას ესეთი მეგა დამარცხებები ხო, როდესაც რაღაც ბარსელონა როგორც რაღაც დიდი მოვლენა, რომელსაც იმ სეზონში ყველა წალეკა და მე ხდება რაღაც ნახევარფინალში, რომელიც ამ ძიმე ბრძოლაში უგებს. აი ინტერმა ორჯერ გააკეთა უკვე ეს ერთი მაურინიოს ინტერმა რომ მოუგო. და მეორე ახლა. და კიდე შეიძლება ჩელსი გავიხსენო, როცა გამოაგდო, ისიც გვარდიოლას ბარსელონა იყო და იმას არავინ არ ფიქრობდა რომ იმ ბარსელონას რაღაც გააჩერებდა, ხო? ამიტომ ეს რაღაც ნახევარფინალები რო გამოდის, თან უფრო ის არის, იმიტომ ფინალი მაინც ერთი თამაშია. იტყვი რომ რაღაც არ გაუმართლა იმ თამაში. ნახევარფინალებში უფრო
ეპიკურია. რა ვიცი თუ რამის დამატება გინდათ, იმიტომ რომ მე ერთ ზომერზე უნდა ვილაპარაკო 20. ხო, ზომერი მინდოდა მე თქვა. მე ვიტყვი ბარსას ფანები არ გვაპატიებენ რო არ ვთქვათ, ეს არაუხოს შემოყვანას ძალიან სერიოზულ შეცდომად თვლიან ზოგადად. ხო, როგორ აგინებდნენ, იცი არაუხოს შენ ვინც ტურინის რეისიდან ჩამოგსვაო რა. რავი, მე იუვენტუსში მინდოდა არაუხო, იმიტომ რომ ხა ცუდი ფეხბურთელიაო არაუხო და გასაგდებიაო, ვერავინ არ იტყვის, მაგრამ იმდენად ბევრი შეცდომა მოუგროვდა ბოლო პერიოდში, რომ მე მგონი ეს ასე გაჰაიპება ამ კონკრეტულ მომენტში კონტრაქტის გახანგრძლივება, ხვეწნა მუდარა რომ აიდა იუვენტუსში არ წახვიდე, კაპიტნის სამკლაური შემოვიდა და ისე გადასცეს ისიც რომ უკეთია თან no racism ხო უკეთია ბარსას და პლუს ეს მისი ფერები კატალონის ფერები ორივე გაუკეთეს ხელზე, ნუ დიდი პატივით შემოვიდა და მოკიდა მე ამის ბარსას ხელი და ნუ როდესაც სიმონე ინზაგიზე უკეთ არავინ არ იცის დედამიწის ზურგზე როგორ უნდა ყვითლიანი ფეხბურთელის გაყვანა. ეგ იცის ძალიან მაგრად. თითქოს იგივე ქნა ჰანსი ფლიკმა, რომ ყვითლიანი ინიგო მარტინესი მოაშორა და შემოიყვანა არაუხო. ეგ იყო შეცდომა. ნუ შეცდომა რა ხა, ფაქტია რომ ცუდ ფორმაშია ეს არაუხო. მესმის რომ კრისტენსენი ძალიან დიდი ხანი არ თამაშია, მაგრამ წინა თამაში საკმაოდ ჩვენი რო შემოვიდა და მე მგონი კრისტენსენის შემოყვანა ჯობდა. ან საერთოდ ხელი რო არ მოეკიდებინა ინიგო მარტინესზე, ყოველ შემთხვევაში ტრავმაზე არაფერი დაწერილა, მე მგონი უკეთესი იქნებოდა რა და ხო, ვეთანხმები ირაკლის იმაში, რომ ბარსა მე მგონი ზაფხულში უნდა დაფიქრდეს მცველის მოყვანას. ნუ ხო, ეხლა დაიწერა რომ თქვა არის რა ბოლო ინფორმაციით რომ არაუხოს გაყიდიან და 딘 ჰუისენზე იქნება ცდელობა რომ წამოიყვანონ. ჰუისენ 19 წლისა, ანუ ის თვისებები რაც ბარსას მცველს ჭირდება, ან ბურთის წაღება და ასი და რაღაცები ძალიან კარგი აქვს. მე ვთვლი ჰუისენს ჯერ კიდე ჭირდება აი დაღვინება. მე მაგალითად რომ შევადრო აუკუბარს მიჩვენები ჰუისენს ახლა. მაგრამ ნუ არაუხოს საერთოდ არ არის ბარსელონას ტიპის მცველი, მე ბურთით ვერ თამაშობს ჯერ. ესე არ უნდა თამაშობდეს ბარსას მცველი ბურთით, როგორც არაუხო თამაშობს. შენ ხო ცაცია. რაღაც უნდა. ხო ბარსელონა მარჯვენათია. ნუ ინიგო მარტინეს მაინც ასაკშია. ჩვენ არ ვიცით ახლა ინიგო მარტინესთვის ეს სეზონი იყო ესეთი გავარდნა ფლიკის ეფექტით და რამდენი სეზონი გაკაჩავს კიდე, მაგრამ ნუ იდეაში ახლა ხო ისინი ბარსის წყული კარგი წყული უნდა იყოს, ახალგაზრდებია ძალიან ორი. ლიკა ბასტონი არ გინდა? მოგყიდით ერთ 250 მილიონად. კაი, შვეიცარიულზე ვთქვათ და გადავიდეთ. კარგი, დავიწყებთ თუ რამე რაღაცას დავამატებ რა. აჩერბის მომენტზე. ინზაგის ინტერვიუ იყო, რომ მე არ მithქვს რომ წინ წადიო. ანუ რა ვიცი, ეგ ადამიანი არის ნუ აი რა რო გავიზდები აჩერბი მინდა რომ გამოვიდე. ხო, აჩერბის ისტორიას პრინციპში ყველა ნახავდა ეხა ინტერნეტში რომ მამა გარდაეცვალა 2012 წელს, მერე დეპრესია ჰქონდა, მერე სიმსივნე დაუდასტურდა სხვა შორის ორჯერ, იმიტომ რომ მერე გაუმეორდა რაღაცა და პრობლემა ჰქონდა, სვამდა ძალიან ბევრს და ნუ მერე მოახერხა როგორღაც დაბრუნება ჯერ ფეხბურთში, მერე ჯერ ცხოვრებაში უბრალოდ, მერე ფეხბურთში და რავი, ბოლო წლების განმავლობაში არის ტოპი. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ეგეთი ლამაზი ისტორიები, რატო იცი? იმიტომ რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ სუპერვარსკვლავების სპორტი. ფეხბურთი ლამაზი არის, იმიტომ რომ ყველას უბრალოდ ყველა ფეხბურთელს აქვს შეაძლებლობა იმისა, რომ ლამაზი ისტორია დაწეროს. აჩერბი ამის დიდებული მაგალითია, ასევე დიდებული მაგალითი იყო შარშან. ხოსელუმ რო დუბლი შეასრულა ბაიერნთან, აი უბრალოდ წარმოიდგინეთ 33-34 წლის ხოსელუსთვის, აი რას ნიშნავდა ის, რომ მისი ბავშვობის საყვარელ გუნდი გაყავს ლიგის ფინალში, ხო? კი ბატონო. ნუ მოკლედ აჩერბის ისტორია ძალიან ლამაზია. ხო, ზომერზე რავი, hot take ხო, რაღაც. მე ვთვლი რომ ზომერი არის სოფლის საუკეთესო მეკარე. დონარუმას შემდეგ. და არა, დონარუმაზე თუ კიდე მერე გიტყვი თელჩებს დენას ლექციებს, მაგრამ რატო? ანუ ზომერს აქვს ორი თავარი თვისება. ერთი რომ ზომერი არ აგდებს თამაშს. ანუ საჭირო მომენტში საჭირო სეივს გააკეთებს. ანუ შეიძლება მე მაგალითად მახსოვს რომ დავიდეხია ითვლებოდა ყველაფრის მაგალითად და იყო იქ ეპიზოდები რომ 1 და 78 XG აქვს მოგერებული ერთ მომენტში რომ რაღაც სასწავლო ბურთს აიღებდა და მე დამატებას კიდე აიღებდა, მაგრამ ეხლა შეიძლება რაღაც თამაში დასაწყისში გაეშვა აბსოლუტურად იდიოტური გოლი და თლიან დრევდა გუნდის თამაშის სცენარს. ეგეთ რამეს ზომერი არ იზამს. აქ ყველა იხსენებს ახლა ცხადია იამალის სეივები, იამალის დარტყმების დროს ეს ეფექტური იყო, მაგრამ ლევანდოვსკის მომენტის დროს რომ ზომერს იქ თითები არ წაერტყა ბურთზე, ლევანდოვსკი იქ დაარტყა შუბლით და არა თავის ზედანაწილით და იქნებოდა 4-4. ეგ მეორე ფეხით როგორ თამაშობს, ნუ ბილდაპში რამხელაწრული შეაქვს, ბაიერნთან ეს კარგად ჩანდა, როცა ბაიერნმა პერსონალურად ყველა დაკეტა, მაგრამ ნუ ზომერი იყო ჩვეულებრივი მინდვრის მოთამაშე. ამ თამაში ხა მეორე თამაში 75 წუთის შემდეგ ერთხელ გააკეთა მარტო მოკლე პასი. ანუ თითქმის 50 წუთი ითამაშეს შემდეგ. სულ გრძელ პასებს უშვებდა, აქედან ორიც მოყვა გოლი. მის ორ გრძელ პასს. ანუ მე ვადარებ აი ინტერს
ამ ინტერ შევადარებდი ჯოკოვიჩი რო თამაშობს უკვე აი კარიერის ასაკში რო არა როცა უკვე იცის მოწინააღმდეგის სუსტი მხარე თავისი ძლიერი მხარე აი ერთ თავის ძლიერ მხარეზე რო აკეთებს აქცენტს პლუს მოწინააღმდეგის სუსტ მხარეზე რო აკეთებს თავარ აქცენტს და პლუს დიდ პაუზებს რო იჭერს ეპიზოდებს შორის ხო რომ აი ჩაწუდებიდან ჩაწუდებამდე რომ გაივლი შეიძლება რაღაც თეატრალური რაღაც გააკეთოს ხო ეს გრძელი დარტყმა არის ერთი რომ შენ კარს აშორებ ბურთს მეორე შეიძლება ვიღაცა ჰაერში ახდეს დაწვეს რაღაცა ანუ ეს ყველაფერი არის რაღაც პატარა მიკრო დეტალები რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თან ეს ზომერი ისე არ უტყამს ამ გრძელ პასებს რაღაც უაზროდ ხო ეს არის რაღაც გამიზნული ყოველთვის ზუსტ ზონაში სადაც უპირატესობა აქვს ინტერის ფეხბურთელს და ასე შემდეგ ანუ ბანალურად ხო ორი გოლი მოყვა მის ამ ორ გრძელ პასს ანუ ზომერს აქვს ეს ორი მთავარი თვისება რომელიც მას ჩემი აზრით ამ სეზონში აყენებს სხვა მეკარეებზე მაღლა. ნუ დონარუმაზე მე შეგვიძლია მეორე თამაში. არა, ხო, იმასაც ხო, თან ამ ზომერს კიდე რო შეხედავ რაღაცა სიმშვიდეს და გამოცდილებას ასხივებს რა. თუ ხარ დაკვირებული, ცოტა ბუთქუნა ხელთათმანები უკეთია. და რაღაცა თითქოს ისე ტიპია რა, იმ დარბურთებს რო გემრიელად გადაარჩენს და ნუ ფეხით თამაშობს რა ჩვეულებრივი ლიბეროს. კარგი, მოდი ერთ ზომერზე ერთ ინსაიდერულ ინფორმაციას გეტყვით. ინტერს აკადემია აქვს საქართველოში, როგორც იცით. გაგიკვირდებათ და რაღაც კონტაქტის დონეზე მაქვს, ნუ ინტერის გამო და საქართველოში იყო ჩამოსული ინტერის ერთ-ერთი სელექციონერი და მეკარეების მწვრთნელი. და ესეთი ეს იყო რა, რომ აი მეკარე პატარა ასაკშივე მეკარეს არჩევენ სიმაღლის მიხედვით, ცელსაც უკვე მაგდონეზე ინტერში რა, იქ დაალაგებული, როგორც ყველა ტოპ კლუბში. და მეკარის სიმაღლე უნდა იყოსო მინიმუმ 1.92 თუ 13 თქვა რა. და პირველი კითხვა რაც გაჩნდა, რომ ზომერი და პასუხი იყო ესეთი, რომ კაცი შვილმა არ იცის როგორ მოხვდა ზომერი ინტერში. ანუ ეს იყო აი რაღაცა ბებე მაროტამ გამოიცნო რა, რომ აი ეს არის ყველაფერი მოდი დავიკიდოთ ის რო არ არის მაღალი ეს აი ეს არა იცი რა ზომერი წლების განმავლობაში ხონდა მაღალი დონე ხონდა კი გეთა ძალიან ერთ თამაში სეივების რეკორდი აქვს მოხსნილი ბაიერთან ყველაფერი როა იყო 90 დარტყმა როა იყო მაგრამ იქ ხო სტანდარტებია რა ვერ მოყავს ფეხბურთელი ისე რომ აი ამაში უნდა ჯდებოდეს ის რაღაცა სამყარულო გუნდი ხო არა რომ მოდი შენ კაი ტიპი ხარ და ითამაში იქ მილიონებზეა საუბარი და სხვის მილიონებს დებს ასწორზე და იქ არის გათვლა რომ ეს უნდა იყოს ეგ იყო ყველაზე მაგარი აი წარმოდგენა არ გვაქვს როგორ მოხდა ზომერი რა არა ხო ეგ მესმის რა თქმა უნდა ეგ რატო დავიკიდეთ არ ვიცით უბრალოდ ზომერი მთელი კარიერის განმავლობაში ისეთი მეკარე იყო რომ სიმართლე გითხრა უფრო მიკვირდა იმდენი ხანი გლადბახში რატო იყო რა რომ სულ ეს ტიპი ევროტურნირებზე დაფრინა ევროტურნირებზე კი არა და საერთაშორისო იმაზე სოფლიოზე ევროპაზე დაფრინავდა და მაინც იყო გლადბახში მე ბაიერნმა რო წამოიყვანა ძალიან სამართლიანად მივეჩნია და ინტერმა რო წამოიყვანა კიდე უფრო სამართლიანად იმიტომ რომ ინძაგის იმაში ისე ლამაზად ჯდებოდა ბოლო კაცად რო აი ფურს ანაწილებს რომ ძალიან გამიხარდა კარგი, ამ თემაზე საუბარი მე მგონი ამოუწურეთ და გადავედით კიდე უფრო საინტერესოს. შეიძლება უფრო სწორი იქნებოდა რომ ამ თამაში დაგვეწყო, მაგრამ ნუ დარწმუნებული ვარ, სწორად გაგვიგებთ, იმიტომ რომ იმდენად დატვირთულები ვიყავით იმ გიჟური მატჩის ემოციებით, რომ ესე გადავწყვიტეთ თან ქრონოლოგიურადაც უფრო სწორი იქნებოდა, რომ დაგვეწყო ინტერი ბარსელონათი და ეხლა ვისაუბროთ PSG Arsenal-ზე. თუმცა მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დააჭიროთ subscribe ღილაკს, დაალაიქოთ ეს ვიდეო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაუბროთ იმაზე, რაც პრინციპში 2007 წლის მერე არ მომხდარა, 2007 წელი იყო ბოლოს, როდესაც ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კახა კალაძემ ლივერპულის წინააღმდეგ თუ სწორად მახსოვს იქ არ შემოსულა მოედანზე. 2007-ში კი. 2005-ში არ შემოსულა, ხო? ხო. და ხო, ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია, პირველ რიგში მიულოცოთ ხვიჩა კვარაცხელიას ეს ძალიან მაგარი მიღწევა, რა თქმა უნდა, მის როდესაც ფეხბურთელი ხდები, შენი თავარი ოცნება საკლუბო დონეზე არის ის, რომ ითამაშო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მოიგო იგი რა, ერთნაბიჯია და კარგი, ვისაუბროთ PSG Arsenal-ზე, როგორც კიდევ ერთ ძალიან კარგ მატჩზე, კიდევ ერთ წინა გადაცემაში იგივე ვთქვი. ეხაც იგივეს გამეორება მიწევს, რომ შედარებითია თუ ადარებთ ინტერი ბარსელონას ძალიან მაგარ თამაშს ამას ვერ დავახმევთ, თუმცა იყო საკმაოდ საინტერესო შეხვედრა და მინდა ამ მატჩზეც ჩავაანალიზოთ სავით. ამაში ჩემთვის სამად დაიყო.
წინა თამაშიც მეგონი ეგრე ვთქვი. აქაც იყო პირველი 15 წუთი იყო არსენალის. აი ტოტალური დომინირება 5-0-ზე იყო გონდა არტყმები 70% ბურთსპლობა. პარტი რომ დაბრუნდა პრესინგი. ანუ სადაც შემტევებმა იგრძნეს რომ ზურგს უკან რაღაც საიმედოობა არის და კარგად აწვებოდნენ, კარგად აპრესინგებდნენ. ნუ იქ იყო გასაგებია რომ ეს იყო რაღაც ძალიან გავდა ჩემთვის PSG ლივერპულის დასაწყის, აი ინფილდზე რო თამაშიყო, რო იცი ეგრევე ლივერპული პრესინგით. და თავიდან რომ დაიბნა PSG და მერე რომ დაიწყეს უკვე სწრაფი შეტევები. და აქაც იყო კარგი სწრაფი შეტევები, თქო, ტრიო უტევდა და ჰაკიმი მიყვებოდა და ჰქონდათ აი კვარამ ძელს რო გაარტყა და რაღაც. და პლუს, მიდი. ერთ რაღაცას ჩავამატებ მან რა. არ მაქვს თამაშის ნაწილი მაქვს ნანახი გავითიშე მე უბრალოდ მან შედარებისთვის კარგია უბრალოდ რა ბარსელონას პრაგმატულობა გამოუცდელობა და PSG-ს მოთამაშეების რამ გააჩერა ყველაზე მეტად აი ეგ ტალღა დონარუმამ არაფერში ვაი და დაწვა და всё მოკლა ტემპი. მე რამდენი დაკეთებს თანავას? აი ეგეთი პრაგმატულობა მოდის გამოცდილებას და თან ეგ გააკეთა ლივერპულთანაც გააკეთა ასტონ ვილასთანაც. ან დონარუმა კარიერას დაამთავრებს, წავა NBA-ს წვრთნელა და აი ოვერტაიმი როდის აიღოს ეწოდინება. ტაიმაუტი ხო, როდის აიღოს ეწოდინება. მე-9 წუთზე დაწვა, თან ეგ ხო რატოა ეგეთი ვისა, მეკარე ხო ვერ გაგყავს. მინდვრის მოთამაშეს გაიყვან და ცოლოს, მეკარეს ხო ვერ გაიყვან. და დაწვა და დააგდო ტემპი და რაღაც ამაში აი პროფესორია რასაც ქვია რა იდეალურად არჩევს. რა იყო კიდე მნიშვნელოვანი წინა თამაშზე თქვით რომ აი რაია პირდაპირ ჯარიმებს უშვებდა. აქაც იყო ეგ ბევრი ვერაფერი ვერ ქნეს, მაგრამ აქ დაამატეს აუტები. არტი აგდებდა პირდაპირ საჯარიმოში იქ მაღლები იკრიბებოდნენ და საკა მარტინელი შერბოდა მეორე ტემპი და კიდე ოდეგორი იყო გადმოვარდნილზე და პირველ 10 წუთში გააკეთეს 3 დარტყმა. იმენა აი ზუსტად აუტიდან რა. ოღონდ მე ვერაფერი ვერ ქნეს დარჩენილი 80 წუთი და აი მეორე ტაიმში როგორ მაღიზიანებდა რომ აი რაღაცა 1 წუთი ამზადებდნენ ამ აუტს ვითომ ცალსახად საგოლე მომენტი მოყვებოდა და ვერაფერი ვერ ხდებოდა. მაგრამ ნუ ეს აუტები მაინც იყო იოვერისგან, სტანდარტების წვრთნელისგან რაღაც სიახლე. ეხ რის თქმა მინდა კიდევ. ანუ ყველაფერი ეხ ყველა საუბრობს რომ არსენალმა ორი თამაში ჯამში დააგროვა 5 XG. და ნუ იქ რეალიზაციის პრობლემები იყო. მაგრამ კონტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მთელი ორ თამაშიანი დაპირების განმავლობაში არსენალი აგებდა. მე-13 წუთზე გაუშვა სახლში ბურთი და ყოველთვის იმის შემდეგ იყო უკან ანუ არსენალს უწევდა შეტევა. ჩვენ ვერ ვნახეთ სცენარი, რომელშიც აი PSG-ს ექნებოდა გოლი გასატანი აუცილებლად, ხო? ეს XG გარკვეულწილად ამის აქედანაც გამომდინარეობს, რომ არ იყო აუცილებელი პარიზელებისთვის რომ უჭველი შეეტიათ. მეორე, როდის იქნებოდა ხო ეს მომენტები? შეიქმნა აქ თამაშის დასაწყისში და შეიქმნა 75 წუთის შემდეგ, როდესაც უკვე 2-0 იყო ანგარიში. მანამდე იყო რაღაც თელი რაც ერთი 45 წუთიანი მონაკვეთი, როცა არსენალმა ვერაფერი ვერ ქნა. კარშიც არ დაურთხავს მე მგონი. ნუ ბოლოს PSG-ს არ ვიცი ფინალი წინ აქვს და ფინალში დაემართება ეს თუ არ დაემართება, მაგრამ ნუ ეს რაღაც გამოთიშვის მონაკვეთები აქვს ასტონ ვილასთანაც და აქაც გამოითიშნენ თამაშის ბოლოს. პლუს ლუკა ერნანდესის შემოსვლამ საერთოდ არ გაამართლა. აი საკას მომენტიც არელკარში შეაცილებს. ძალიან კარგად ჩანს რომ აი მარცხენა ცენტრალურ მცველადაა შემოსული ძალიან ფლანგისკენ გადადის. აი ძალიან დიდ სივრცეს ტოვებს მასა და პაჩოს შორის და სუსტად იქ შერბის საკა და ნუ ვიტინია იქ უკან რჩება რომ საყრდენი ზონა დაიცვას და მანდ გადარჩა დაუთ PSG, მაგრამ ნუ ეს რაც გამოთიშვის მონაკვეთები რომ არა, მეთვლი რომ ეს 5XG კი რეალიზაცია კი ყველაფერი გასაგებია რომ არსენალს მეტი შეეძლო ამ XG-დან გაეტანა, მაგრამ ნუ კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ანუ ესე ბრმად რომ აი რომ არა ეს არარეალიზაცია არსენალ ფინალში იქნება და ეგრეც არ არის. მე იცი როგორ შთაბეჭდილება დამჩარეზი თვითონ თამაში როგორც დაიწყო თავიდან რომ დავიწყოთ PSG არ ელოდა თვითონ რომ არსენალი ეგრე გიჟივით შეუტევდა თავიდან. იმიტომ რომ ხან 1-0 არ არის ის ანგარიში სადაც უნდა ჩადიოდე. პარიზში ჩადიხარ, მადრიდში ჩადიხარ თუ კატალონიაში ჩადიხარ, არ არის 1-0-ის წაგება ის ანგარიში რომ აი მოდი პირველივე წუთიდან ესენი შემოგვასყდებიან და პრესინგი და შეგვიტევენ და ამდენს დაგვიტყავენ კარში. შესაბამისად ზუსტად აქ იყო რაღაცა PSG დაიბნა თითქოს რომ უი ესენი თურმე რას აკეთებენ. ამას დაემატა ეს სარაგბო სტილში ჩაწოდებები. აი რაგბის იშვიათად ვუყურებ ზოგადად, მაგრამ რაგბის ორი ნომრები რომ ბურთს წმენდნენ, ხო იცი პირსახოცით და თელი ის რიტუალი როა როგორ უნდა ჩააწოდონ ეს აუტი, დაახლოებით ეგრე აკეთებდა პარტი.
იქიდან მოვიდა ის ორი გიჟური მომენტი, ერთი მარტინელი, რომელიც დაარტყა და მეორე ოდეგორმა, რომელიც დაარტყა ოღონდ საპირისპირო ფლანგებიდან. სტატისტიკის მოყვარულთათვის ვიტყვი იმას, რომ საშუალოდ არსენალი თლიანი ჩემპიონთა ლიგის მანძილზე აწვდიდა 15 ჯერ თამაშის განმავლობაში. გუშინ მარტო პირველ ტაიმში ჩააწოდა 17 ჯერ. ანუ ეს იყო რაღაცა დაგეგმილი წინა თამაში ხო ჯარიმები აქციეს სახიფათო ჩაწოდებებად. ეხლა უკვე აუტებიც დაამატეს ამ ყველაფერს და ეს იყო თითქოს მოდი იქნება აქედან მოუხერხოთ გასაღები PSG-ს. კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ აი ზუსტად ამ ჩაწოდებების ფონზე მით უმეტეს როგორ სჭირდება Arsenal-ს კარგი ცხრიანი. და იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ამაზე იზრუნებს ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ ნუ მართლა აკლია. ეხლა ისიც თქვაც მინდა განცალკევებით, ეს არის ხვიჩა კვარაცხელია ცალკე. ძალიან ბევრი წერდა სხვათა შორის, რომ ჯერ ხო ტიერი ანრის გოლასოს ვინც უყურეთ, შედარება იყო ჩვენც თქვით იამალმა რა გააკეთა ბოლო წუთებში და ხვიჩა კვარაცხელიამ რა გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელის hitting map-ი რო ნახოთ და ამას ამოვანათებთ, ხვიჩა იყო ყველგან და იყო იქ, სადაც ყველაზე მეტად გუნდს სჭირდებოდა. საჭიროების შემთხვევაში იყო მარჯვენა მცველი, საჭიროების შემთხვევაში იყო მარცხენა მცველიც ზოგჯერ. ნუ სიგიჟე თამაში ქონდა, აბსოლუტურად ტოპ დონის პერფორმანსი დადო და მართლა მიხარია ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს იქ რაღაცა სოფლიოს უმაღლეს სცენაზე საქართველოს, იმიტომ რომ ესეთი დონის თამაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ნუ რა ვიცი, რაღაცა სიგიჟეა. ხო, ანუ 6 ათმა ქონდა ლიდერია ორივე გუნდში, ნუ ხშირად ჩადიოდა მეხუთე მცველად და იქ არ უშვებდა რომ ნუნუ მენდესთან ფლანგზე უპირატესობა გაეკეთებინა ტიმბერს და საკას პლუს სტანდარტებზე ხო ვისაუბრეთ და PSG ხო მოუგო სტანდარტებში გოლი გაიტანა, მაგრამ ეგ ჯარიმა მოყვა კვარას პრესინგს, ან რაისზე ავარდა, თან ხო ფლანგზე თამაშობდა, ცენტრში შემოვიდა, რაისთან მივიდა, აართვა და ჯარიმას გოლი მოყვა. ფაბიან რუისმა ის როგორ დაამუშავა ეგ მესმის რომ PSG-ს ყველა უყურებს ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა დაიწყო ხო ხალხმა რომ ეს გუნდი თამაშობს თურმე ფეხბურთს. ძალიან ხშირად არის როცა ფაბიან რუისი მაღალ ბურთს ან ჰაერში ხო ბურთს ამუშავებს, აი იდეალურად რაღაც წარმოუდგენელი გრძნობა აქვს ამ დროს. ანიკა ატყუებს კივიორს, წინ კი არ აკეთებს აჩქარებას, რაც უკან გამს ნაბიჯებს და აი ზუსტად იმ წერტილში ხდება ბურთს, როცა საჭიროა. ანუ ეგ აქვს ძალიან მაგრად დამოღანებული და დარტყმაც მე მაგარ შეასრულა, მაგრამ ჯარიმა კვარა მოიტანა თავისი ან დაცვითი ფუნქციონალით. და ხო აჩვენა რაღაც თავისი რაღაც მულტიფუნქციონალობა, მრავალფეროვნება, იმიტომ რომ იმაში რაშიც კვარა ითვლება ძლიერად, ხო, ანუ სამი დრიბლინგი ჰქონდა და არ გამოუვიდა, მაგრამ სამაგეროდ უკანა გააკეთა იმდენი რამე და რომ აი გუნდისთვის დადებითი ბალანსის მხრივ ცალსახად ძალიან პოზიტიური თამაში გამოუვიდა. ძელი რომელიც ახსენა ბოდიში, ძელი რომელიც ახსენა რეზი, ეგ ძელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზუსტად მაგ ეპიზოდამდე უტევდა არსენალი ესე გიჟურად და როდესაც ხვიჩამ ულამაზესი მოძრაობით მოატყუა ფლანგიდან და ძალიან მაგარი გოლი გაქონდა რეალურად, აი ის მომენტი იყო, როცა ამ სტადიონმა გულშემატკივრებმა იფეთქეს, იმიტომ რომ დაიჯერეს საკუთარი გუნდის შესაძლებლობების. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეორე ხასიათიც ხო გვაჩვენა კალაფიორის რო ძალიან დაუძაბა ბოლოს რა, ანუ ეგეც მნიშვნელოვანი რაღაცაა, როცა 20 წლის ფეხბურთელი ესე მიდის ბოლომდე და ნუ უხდება ამას ვამბობ მე, რომ უხდება ამ ყველაფერს ხვიჩას ხასიათიც. რაღაცის თქმა გსურდა. ხო, დაცვაში ჩამოსვლაზე მინდოდა რატოა ესეთი მნიშვნელოვანი მაგაზე ხაზის გასმა. როცა ყავს ისეთი ტექნიკური მოთამაშე ფლანგზე, როგორც არის საკა, მაგ დროს რა ხდება ყველაზე ხშირად. მარჯვნივ დგას საკა, ხო გადმოვედით ყველანი მარცხნივ, აქედან მოვამზადეთ, შეტევა მოვამზადეთ, ამან აიძულა მეტოქე გუნდი, რომ თლიანი დაცვის ხაზი გადმოწიოს მარჯვენა ფლანგისკენ და მერე სწრაფად შევცვალეთ ფლანგი, რომ იქ მივიღოთ 1-1-ზე. კალათბურთში იზოლაცია ქვია, ფეხბურთშიც ნუ იზოლაცია ქვია, მაგრამ როგორც კალათბურთშია ეგეთი სახელი, ეგეთი კონკრეტული არ გვაქვს რა. როგორც კი არსენალი მაგას აკეთებდა, იქ უკვე 1-1-ზე აღარ რჩებოდა, იმიტომ რომ ხვიჩა იდგა, რომელიც ნუ სქემას თუ ჩავხედავთ, იდეაში არ უნდა იყოს რა. მაგრამ იმდენად დიდ სამუშაოს ეწეოდა, რომ ჩამოდიოდა ფაქტიურად მეხუთე მცველი ხდებოდა და იქ უკვე მეხუთე მცველი კვარა და აქედან მენდეში და ეგრემა, ნუ იამალი ხო არ არის ყველა. ახლა ახალი ტერმინი დავამკვიდრე. რომ ორ მცველში გაზრომა, ახლა მართლა ეგეთი მარტივი არ არის რა. კი ბატონო, მეორე თამაში ჩანდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ გვაქვს ძალიან მაგარი ფინალი. რაგველის ფინალში ამაზე დღეს არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ
დონარუმას არ ვამთავრებ რაღაცას ვამბობ. მეც მაქვს კიდე ვიღაცა სათქმელი. მე მინდოდა ბომბა აქვს სათქმელი იმას დონარუმაზე უნდა ჩადოს მიწაში. მე მინდა იმის თქმა რომ შედეგად ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა ამ თემაზე და იმიტომ მინდა რომ ჩვენც აღვნიშნოთ. შედეგად გვაქვს ყავს ქართველიც და სომეხი ფეხბურთელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ირანელი. ხუჩა კვარაცხელიაც PSG-ს მხარეს ჰენრიხ ხითარიანიც ინტერის მხარეს ესე ინდივიდუალურად ხითარიანი არ გამოგვიყვია როცა საუბრობდით ინტერი ბარსელონაზე, მაგრამ ნუ ხითარიანი რეალურად ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და იმსახურებს დაფასებას. ის კარიერა საუბრობს ყველაფერზე. გენიალური ფეხბურთელია ჩემთვის. რეზი რაღაც გინდოდა. ერთ რაღაცას დავამატებ რა, მარტო ქართველი და სომეხი არა. ქართველი, სომეხი, თურქი, რუსი და ცოტა ქვევით ჩავედეთ ირანელი. ძალიან საერთაშორისო გუნდია ისიც ეკვადორელი მგონია. პაჩო ხო? პაჩო? ეკვადორელი მახსოვს. ხო, ერთი რაც მინდა ვთქვა, ისევ წამოვიდა ეს რაღაც გულშემატკივრების ის რომ აი აფშო ახლა არტეტა უნდა გააგდონ და ეთქვა ამ გულშემატკივრებს მოენატრათ 4 ევრისთვის ბრძოლა ისევ ის გამაგძლიერებული რო იბრძოდა არსენალი რომ იქნებ ლიგაზე გავიდეთო არც აქცია გუნდი ტოპ 2 გუნდად ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება ეგ არ არის ის რაღაც როგორ ვერიგებ შენ პრემიერ ლიგას და წადი ახლა გუნდიდან ეგრე არ არის ძალიან რთული მოსაგები ლიგაა შეიძლება ლიგაზე რთული მოსაგებიც იყოს და მე არ ვამბობ ამას ძალიან დიდი ხალხი ამბობს რეზის თუ არ გჯერათ პეპ გვარდიოლას მოусვინეთ პლიუს გაითვალისწინეთ რომ რა რესურსით ითამაშა ხო ანუ ცენტრალურ თავდამსხმელად იდგა მიკელ მერინო იმიტომ რომ არ ყავს ცენტრალური თავდამსხმელი და ცენტრალურ მცველად კივიორი ხო დაცვაში ძალიან ბევრი ტრამვირებული ასე შემდეგ გამოაგდო რეალი გამოაგდო ლაპარაკოდ თამაში და ასე შემდეგ მე ჩემს ცალსახა იყო ამ წყვილამდე რომ PSG არის უფრო უკეთესი გუნდი, უფრო დაალაგებული, უფრო სტრუქტურული, უფრო ნიჭიერი გუნდია და ასე შემდეგ. იქ არსენალს რაღაც უნდა მოეფიქრებინა ექსტრაორდინალური. რაღაცების ცადა, აუტების ჩაწოდება მაგალითად და ასე შემდეგ. ნუ არ გამოუვიდა, გამოვარდა, ეს არ იყო სამარცხვინო გამოვარდნა და ასე შემდეგ. ანუ არტეტა ვეთვლი უნდა დარჩეს, იმიტომ რომ მან გუნდს მოუტანა რაღაც სტაბილური იდენტობა, სათამაშო სტილი და რაღაც გარკვეული ხარისხი არსენალი ყოველ წელს თქვა ველოდებით რომ ის იბრძოლებს რაღაც ტიტულის მოსაგებად. მესმის რომ რაც იმედგამაცრუებელი ამ ნეიწერლო ვერ იგებს, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ მანჩესტერ იუნაიტედის მაგალითი და მწვრთნელების სწრაფ შეცვლას და იმას რა შედეგები მოხდება. ისინი მანჩესტერმა აგერ წელს გმირულად შეინარჩუნა ადგილი პრემიერ ლიგაში. არა ხო, სასწაული რაღაც ხდება. ეხლა დღეს გაირკვევა ბევრი რაღაცა, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედს ნუ მე-17 ადგილი არა მე-17-ზე ტოტენჰემია. მაცადე რა, ცოტა ვაბძაფრე. მე-17 ადგილი და რო ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს, ეგ ხო შეუძლია. კიდევ უფრო უარეს გეტყვი. ევროპის ლიგაზე გავიდა მე-12 თუ რაღაც ეგეთი ადგილი. ანუ FA თასი მოიგო და მაგიტო მოხდა ევროპის ლიგაზე და ანუ რაღაცა როლანს გავთ რამდენი თასი აქვს. ერთი თასის მოგება აგერ ჰოპ და შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე მოახვედროს. ნუ კიდე მთელი ტურნირი მოიგეს შუალედში, მაგრამ ეგ იქნება მე მგონი რაღაც საუკუნის ისტორია. ხო, არ მე უბრალოდ მე მაქვს რაღაც ფეხბურთში, მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული ხაზი, რომ მწვრთნელს ყოველთვის უნდა მიცე საკმარისი დრო და ისტერიული გადაწყვეტილებები არ მუშაობს. იშვიათად მუშაობს ხოლმე. აი რეალს მათ რაღაც მომენტებში როცა ისტერიკაში ჩავარდა პერესი და გაუშვა ეს ანჩელოტი და ბენიტესები და ვიღაცები რომ მოყავდა მე დროზე მოდიოდა აზრზე და აბრუნებდა ეს რეალს ეს ქონდა ზიდანი ანჩელოტი რაღაც ალიში როგა ხო იცი რომ გაცდება რომ გადმობრუნდები ესეთი ერთი სტილი როა ზუსტად ორივე მაგრამ ნუ ამ გუნდზე რომ აი ფენომენალურად მორგებული ხო როცა ამას გადაუხევ დამხას ეგრევე რაღაც კატასტროფაში ვარ და ლოპეტეგიც რო ყავდათ და რაღაც ამიტომ მანჩესტერ იუნაიტედის მაგალითი უნდა იყოს რა ყოველთვის მაგალითი რომ წვრთნელს უნდა მისცე დრო თუ მან მოგცა ხარისხი ლიგა რატო არ მოიგე წელს და პრემიერ ლიგა ეგ არ არის ისე ლიგის მოგებას ბევრი რაღაც კომპონენტის დამხვრა სჭირდება ხო რაღაცეებში შეიძლება რაღაც მომენტში უნდა გაგიმართლოს კიდეც რაღაც მომენტში ვიღაც ფეხბურთელი არ დაგემტრეს და ასე შემდეგ ხო ამიტომ მე მთლიანად არტეტასკენ ვარ ვინ არტეტა დრამაში ისე მე მგონი ცოტა ეს გადახვევა და მანჩესტერზე გვაქვს ერთი გადაცემა გასაკეთებელი რომ რა ხდება რეალურად ამ გუნდში ევროპა ლიგას რომ მოიგებს ევროპა ლიგას რომ მოიგებს და ცოტა არაფერს შუაში არ არის, მაგრამ ძალიან რაღაც ტვინში გლინ ამონად და ეს მანჩესტერის ისტორია რო არის. ლუქსემბურგს აქვს ჩემპიონატი ყველაზე უცნაური. თუ იცით რატო? იმიტომ რომ ლუქსემბურგის გუნდი რო გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე,
რა უნდა ქნას. არანაირ კვალიფიკაციაში არ ხვდება. ლუქსემბურგის გუნდები თამაშობენ საბერძნეთის თასზე. უნდა მოიგოს საბერძნეთის თასი. მაგითი გავა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე. ევროპის ლიგა უნდა მოიგოს და მერე უნდა გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე. და რაღაც ეგეთ შევა მანჩესტერი. ანუ 4 ხელში ვერ შედის და სხვა გზა იპოვა. ნუ ეგეც პრიორიტეტებით გადანაწილება ხა რაც გაინახდა პრემიერ ლიგაში დარჩენა, მერე სხვა პრიორიტეტები გაუჩნდა. კარგი, ნელ-ნელა წავიდეთ პრინციპის დასასრულისკენ. არ მაცადა დონარუმას ოქროს ბურთზე არ მაცადა საუბარი. თქვი? ეხა ისევ კიდე ეს მეორე ხაზი წამოვიდა რომ დონარუმას ოქროს ბურთი მივცეთ და რაღაც. დონარუმ არის რაღაც იმას იღებს რა, ტოპ თამაშებისგან იღებს ენერგიას თითქოს და აი იქ ენთება რაღაც წარმოუდგენელ პერფორმანსებს დებს, მაგრამ მე ხო ის რაღაც სტატისტიკა ფრიკივით შემოვაგდო. ლიგა ერთი არის მე-6 ყველაზე ცუდი კარი პოსტჭოთი და მე გაგახსენებთ რომ PSG რომ ახლა ფინალშია და რაღაც ყველა რო აღფრთოვანებული უყურებთ. PSG შეიძლება და საერთოდ ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გასულიყო დონარუმას გამო. იქ არსენალთან წაგება PSV-სგან გაშვებული გოლი, ატლეტიკოსგან გაშვებული გოლი და ბაიერნთან როქონდა საკვანძო თამაში საფონოვი დააყენა ლუის ენრიკე, იმდენად ცუდად იყო უკვე საქმე, რომ საერთოდ არ გვინდაო. ანუ შეიძლება PSG-მ ტრებლი მოიგოს წელს და დონარუმა ფინალში რაღაც აუცილებლები აკეთოს, მაგრამ მე მგონია რომ ზაფხულში PSG ეცდება ლუკაშევალიას გადაუყვანოს. იცი რა, დონარუმასთან კონტრაქტი უმთავრდება 2026 წელს და არ არის თვითონაც თქვა თან ეგ არის თან ეგეთი ცოტა ინტროვერტი ტიპია რა. თვითონაც თქვა რომ მე ეხლა საერთოდ არ ვფიქრობ კონტრაქტზეო, სეზონი როდესაც დამთავრდება შევხვდები ხელმძღვანელობას და თუ ისინი მეტყვიან რომ ჩვენ შენი დატოვება გვინდა დავრჩებიო თუ არა და რომც წავიდე დიდად ხა ეგეთი ტიპია თან იტალიელია რაღაც დროს ალბათ იტალიაში დაბრუნებაზეც ფიქრობს ინტერს უნდა. ხო, ზუსტად ასაკში ემთხვევა რა ზომერის წასვლა უკვე ვერდება ზომერის. კი ბატონო. და უი ხედავ ღურის თავებს სანსიროზე. თან ეს ინგლისელები ძალიან არ უყვარს რა, ინგლისელებთან თავი გაიგიჟა დონარუმამ, იქ ევროპის ჩემპიონატზე ხო ინგლისს მოუგო პირადად ფინალი და ხო, დონარუმაზე საუბარს გავაგრძელებთ, ხვიჩა კვარაცხელიას საუბარსაც გავაგრძელებთ, თუმცა ეს გადაცემა ნელ-ნელა წავიყვანოთ დასასრულისკენ. კიდევ ერთხელ მიულოცოთ ქართულ გულშემატკივრებს, ინტერის გულშემატკივრებსაც ალბათ ის რომ PSG გავიდა ფინალში, იმიტომ რომ ხვიჩა კვარაცხელია იქ არის. ინტერის ქართულ გულშემატკივრებს ის რომ მათი გუნდიც იქ არის და მე ვფიქრობ რომ რაღაც დონეზე მაინც დავსახურებულად. მანამდე კი გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და შემდეგ გადაცემა გველის ძალიან საინტერესო, რადგან გვეყოლება სტუმარი, თან ძალიან საინტერესო სტუმარი და შემდეგ გადაცემას დავდებთ იქეთ კვირის შუაში დაახლოებით. ერთი რაღაც თემის შემოგდება მინდოდა და მე მგონი ცოტა დავაგვიანი. მაგრამ აზრი მაინტერესებს თქვენიც და მაყურებლებისაც. აი ეს ინტერი ბარსელონა რაც ვნახეთ. ხო არ გაგიჩნდათ შემთხვევით ვინმეს ჩემსავით ესეთი იდეა რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა თუ ფინალი იქნებოდა ორთამაშიანი. ნუ რა ვიცი. მე არ მომწონს საერთოდ ერთთამაშიანი და შემცირებული ის, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ერთი თამაში ყოველთვის ფრთხილი თამაშია, ყოველთვის ისეთი ვერავლენენ ხოლმე გუნდები ხშირად თავის რაღაც საუკეთესო თვისებას უბრალოდ მათ ფინალის მუღამი მე მგონი რაღაცა ნეიტრალურ მოედანზე ერთი თამაში ხო? ხო, მუღამი ნამდვილად არის. რაღაც ეგრეთ ტარდება ხოლმე ისტორიულად, ამიტომ შეიძლება უბრალოდ სამართლიანობის მხრივ უფრო სამართლიანი იყოს ის რომ თამაშიანი იყოს, არ ვიცი. დაგვიწერეთ მოკლედ კომენტარები ამ თემასთან. არგუმენტირებულად და მე ჩავშალოთ უფრო ექტები. ხო, შეგვიძლია გქონდეს. კარგი, ეს არის და ეს. შევხვდებით ძალიან მალე, მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. და სტანდარტული დამთავრება. დამთავრებას დავიწყებ იმით, რომ მადლობა რომ გაწურეთ ინტერის ფინალი. უყურეთ ფეხბურთს, ითამაშეთ ფეხბურთი და რაც თავარია კი ყვარდეთ ფეხბურთი. იმიტომ რომ ყველაზე მაგარი რაღაცაა დედამიწაზე. კი.